რატომ გაუშვა ეროვნული მუზეუმიდან მეცნიერები. კულტურის მინისტრი მრავალწლიანი სტაჟის მქონე მეცნიერებს ისევ კომპეტენციას უწუნებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მუზეუმის ხელმძღვანელობა მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, არის ის, რომ თანამშრომლები მხოლოდ ხელფასს იღებდნენ და სამსახურში არ დადიოდნენ. ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან ბოდიშვიხტი გამოთქმისთვის ბუტკა. ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომელსაც მართავს კულტურის სამინისტრო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც იღებს ხელფასს, მინიმუმ დადიოდეს სამსახურში. და როდესაც დადის და თუ დადის სამსახურში, მას ჰქონდეს უნარი იმისა, რომ საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას კომპეტენტურად გაუსწოროს თვალი, უცხადებს სრულ მხარდაჭერას ახალ ხელმძღვანელობას, იქნება ეს ხელოვნების მუზეუმში, იქნება ეს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. გასაუბრებები იმართებოდა, გვეკითხებოდნენ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გვარჩევდნენ. მადლობა. აი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება ნორმალურია მუზეუმიდან ქალბატონო.